მე გახლავართ თენგიზ კანთარია, ქიმიის აკადემიური დოქტორი, მუშაობს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, კერძოდ კი ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის მეცნიერ თანამშრომელი გახლავართ. დღეს მინდა წავიკითხო ლექცია თემაზე ბიოდეგრადირებადი პოლიმერები და მათი გამოყენების პერსპექტივები. ასეთი თემა იმიტომ შევარჩიე, რომ მე თვითონ ვარ მუშაობ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო ცნობილ და მოწინავე ქიმიკოსის ჯგუფში, ალბათ გაგიგიათ, აკადემიკოს რამაზ კაცარავას ჯგუფში. და მოგახსენეთ, რომ ბატონი რამაზ კაცარავას ჯგუფი მუშაობს ბიოდეგრადირებად, ბიოდაშლად მასალებზე და ძირითადად ბიოსამედიცინო დანიშნულების მასალებზე და ამაზე იქნება დღეს ჩემი თემა. როგორც შეგვიძლია უფრო ნაკლებს ვისაუბრებ უშუალოდ წმინდა მეცნიერებაზე და ქიმიაზე, ნაკლებს ჩაუღრმავდები ქიმიას და ნაკლებს ვისაუბრებ, ასე ვთქვათ, მოსწავლეებისთვის ზოგჯერ საშიშ ურჩხულ ფორმულებზე და უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ ამ მასალების, ბიოდეგრადირებადი პოლიმერების პრაქტიკულ კუთხეს, პრაქტიკულ მხარეს, თუ სად შეიძლება ესენი გამოვიყენოთ და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი მსგავსი მასალების განვითარება და შექმნა. მას დავიწყოთ იქიდან, თუ რა არის თვითონ პოლიმერი. ალბათ ქიმიის გაკვეთილებიდან გახსოვთ, თუ რა არის და ზოგადი წარმოდგენა გაქვთ რა არის პოლიმერი, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ პოლიმერი არის ძალიან მაღალმოლეკულური ნაერთი, რომლის მოლეკულები წარმოადგენენ ჯაჭვებს. ეს თითოეული ჯაჭვი, ანუ მოლეკულა, შედგება ერთნაირი იდენტური ფრაგმენტებისგან, ეგრეთ წოდებული მონომერებისგან. ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მონომერული რგოლებისგან. აი როგორც აქ ხედავთ, მეორდება მრავალჯერ, ხო, ასეთი ჯაჭვებისგან შედგება. სლაიდზე ასევე ხედავთ სამ ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებულ და პოპულარულ, ასე ვთქვათ, პოლიმერებს მსოფლიოში. და როგორც ჩანს სლაიდიდან, ჩემპიონი არის ამ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული პოლიეთილენი. ყველას გაგიგიათ ალბათ პოლიეთილენის პარკი, ხო? არა მარტო პარკი, როგორც ხედავთ სლაიდიდან, უამრავი სხვადასხვა პლასტიკატი კეთდება პოლიეთილენისგან და როგორც ხედავთ სლაიდზე, პირველ ადგილზე არის, იმიტომ რომ 100 მილიონ ტონაზე მეტი იწარმოება პოლიეთილენი წელიწადში. ანუ კოლოსალური რაოდენობითი წარმოება, მინდა ვთქვა. მეორე ადგილზე არის პოლიეთილენის ნათესავი პოლიმერი, ასე ვთქვათ, პოლიპროპილენი, რომლისგანაც ასევე 1000-ნაირი პლასტიკატი მზადდება, როგორც სლაიდზე არის ნაჩვენები, ხოლო მესამე ადგილზე კი არის პოლივინილ ქლორიდი, ესეც პოლიმერია, მონათესავე, პოლიეთილენის ნათესავია, ესეც, ასე ვთქვათ, და ვინაიდან ეს პოლიმერი უფრო ხისტია, იყენებენ ძირითადად სამშენებლო პლასტიკატების დამზადებისათვის. მხოლოდ ამ ერთი სლაიდით თქვენთვის უნდა იყოს, გასაგები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ხო, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის ეს მასალები. დღეს ამ მასალების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ეხლა ძალიან მარტივად რო შევადაროთ, რომ ასე ვთქვათ, პარალელი გავავლოთ ჩვეულებრივ ნაერთებს შორის, აი როგორიც არის წყალი და მაღალმოლეკულურ ნაერთებს შორის, როგორიც არის პოლიმერი, ხო? წყალი შეგვიძლია ძალიან მარტივ ენაზე რო ვთქვათ, ყოველგვარი მეცნიერული ტერმინოლოგიის გამოყენებით, ეს არის წყლის მოლეკულების, მცირე ზომის მოლეკულების, როგორც იცით, ხო, H2O მოლეკულების ერთობლიობა. აი ასე შეგვიძლია წარმოიდგინეთ, რომ ჩავხედეთ წყლის ერთ წვეთს ძალიან მძლავრი მიკროსკოპით და დავინახავდით ასეთ მცირე ზომის მოლეკულებს, რომელიც მოძრაობს ქაოტურად, ასე ვთქვათ. პოლიეთილენის შემთხვევაში ხედავთ, ხო? პოლიეთილენი არ შედგება მცირე ზომის მოლეკულებისგან. ეს არის უზარმაზარი მოლეკულები, ასე ვთქვათ, გრძელი ჯაჭვების ერთობლიობა. რო შევხედოთ, აი ასეთ რაღაცას დავინახავდით, ვთქვათ, მძლავრი მიკროსკოპით რო შევხედოთ პოლიეთილენს. ანუ ეს არის ძირითადი განსხვავება ამათ შორის. ეხლა რა არის ბიოდეგრადირებადი პოლიმერი? და რას ნიშნავს საერთოდ სიტყვა ბიოდეგრადირებადი? ბიოდეგრადირებადი ნიშნავს დაშლადი, დეგრადაცია ნიშნავს დაშლას. ბიო, რატომ ვიყენებთ ამ სართავს ბიოს? იმიტომ რომ ბიოდეგრადირებადი პოლიმერი უნდა იშლებოდეს ან მიკროორგანიზმების ზემოქმედებით, მაგალითად აი პლასტიკატი თუ მოხდა ნიადაგში, ხო, სადაც მიკრობებით სავსეა,
მიკროორგანიზმების ზემოქმედებით ან ფიზიოლოგიური გარემოს ზემოქმედებით. რას ნიშნავს ფიზიოლოგიური გარემო? ანუ თუ ცოცხალი ორგანიზმის, მაგალითად ადამიანის შიგნით თუ მოთავსდა ეს ბიოდეგრადირებადი პოლიმერი, ანუ ასე ვთქვათ, პლასმასი თუ მოათავსეთ ადამიანის ორგანიზმის შიგნით, მაგალითად იმპლანტის სახით, ქირურგიაში რო გამოიყენებენ. ასეთ შემთხვევაში, ანუ ფიზიოლოგიურ გარემოში ეს ბიოდეგრადირებადი პოლიმერი იწყებს ნელ-ნელა დაშლას, ჯერ როგორც ხედავთ, იშლება მცირე ზომის ფრაგმენტებად და საბოლოოდ იშლება მონომერებად. და ეს რაც საბოლოოდ დაიშალა, ხო, ბიოდეგრადირებად პოლიმერებს მოეთხოვებათ, რომ იყვნენ უვნებელი, ანუ დაშლის პროდუქტები, აი რაც მივიღეთ, ხო, დაშლის შემდეგ, უნდა იყოს უვნებელი, არატოქსიკური, როგორც ორგანიზმისთვის, ისევე გარემოსთვის, რა თქმა უნდა, ეკოლოგიისთვის. და ამ პროცესს, როგორც ხედავთ სლაიდიდან, ეს პროცესი შეიძლება მოხდეს საათების ან თვეების განმავლობაში, ანუ ძალიან სწრაფად ხდება მათი დაშლა, მინდა აქვე აღნიშნო, რომ არაბიოდეგრადირებადი პლასმასების, როგორიც არის მაგალითად პოლიეთილენი, დაშლა სჭირდება ასეულობით წლები. ეხლა რატომ იშლება, ანუ რა აძლევს უნარს, რატომ იშლება ეს ბიოდეგრადირებადი პოლიმერები? ხო, ყველაფერს აქვს ხო ახსნა. ძალიან მარტივი ახსნა აქვს. ბიოდეგრადირებადი პოლიმერი იმიტომ იშლება, რომ მის მოლეკულებში არის დაშლადი, ეგრეთ წოდებული დეგრადირებადი ბმები. აი წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ერთი მოლეკულა და ეს ლურჯად მონიშნული ადგილები, ფრაგმენტები არის დაშლადი. აი ერთ-ერთი მაგალითი ასეთი დაშლადი ქიმიური ბმის არის ეგრეთ წოდებული ესტერული ბმა. შეიძლება თქვენ მოსწავლეებს უფრო ეს ბმა გეცნოთ ასეთი სახელწოდებით რთულ ეთერული ბმა. უფრო კარგი ტერმინია ესტერული ბმის გამოყენება. ასეთი ესტერული ბმა ფერმენტების ზემოქმედებით, იცით ალბათ, სკოლის მოსწავლეებს გახსოვთ ალბათ, ვისწავლიათ ბიოლოგიაში თუ რას ნიშნავს ფერმენტები, ორი სიტყვით შეგახსენებთ, რომ ეს არის ბიოლოგიური კატალიზატორები, რომელიც მრავალჯერ აჩქარებს რეაქციის მსვლელობას. ამ შემთხვევაში ფერმენტი, კერძოდ კი ჰიდროლაზები შლის, მარტივად რო ვთქვათ, აი აქ რო სლაიდზე რო ხედავთ მაკრატელს, აი ამ ადგილას ხდება COO ბმას, ანუ ესტერული ბმის გახლეჩა და ჰიდროლაზა, იმიტომ ქვია, რომ ჰიდრო წყალს ამატებს, ასე ვთქვათ, ამ ადგილას ეს ფერმენტი და მიიღება კარბოქსილის და ჰიდროქსილის ჯგუფი. ანუ რა ხდება, რომ წარმოიდგინეთ, რომ ეს მოლეკულა იშლება თითოეულ ამ ადგილას, ანუ COO ბმა იშლება და წარმოქმნის ასეთ კარბოქსილის ან ჰიდროქსილის ჯგუფებს. ანუ ალბათ გასაგებია, რომ მარტივად რო ვთქვათ, ბიოდეგრადირებადი პოლიმერი იშლება, იმიტომ რომ მასში არის დაშლადი ფრაგმენტები, დაშლადი ქიმიური ბმები. ეხლა იმის მიხედვით, თუ რა ქიმიური ბმა არსებობს თვითონ მოლეკულაში, ყველა პოლიმერი შეგვიძლია გავაკეთოთ მათი კლასიფიცირება და არსებობს სხვადასხვა კლასის ბიოდეგრადირებადი პოლიმერები. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კლასის ბიოდეგრადირებადი პოლიმერებია ეგრეთ წოდებული პოლიესტერები, რომელთაც გააჩნიათ მოლეკულებში, რა თქმა უნდა, ესტერული ბმა, როგორც ხედავთ, პოლიამიდები, რომლებსაც გააჩნიათ ამიდური ბმა, სხვათა შორის ამიდური ბმა უფრო ქიმიური ტერმინია და ალბათ მოსწავლეებს უფრო გეცნობა პეპტიდური ბმა. იცით ხო, პეპტიდები, ცილები, რომლებშიც ასევე არის CONH ბმა, პეპტიდური ბმა. და ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კლასი არის პოლიესტერამიდები, ეს არის ისეთი პოლიმერები, რომელიც ამავდროულად, ერთდროულად შეიცავს როგორც ესტერულ ბმას, ხო, ასეთი ესტერულ ბმას, რომელიც დაშლადია, ასევე ამიდურ ბმას, რომელიც ასევე დაშლადია, დეგრადირებადია. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კლასი არის პოლიურეთანები, რომლებიც შეიცავენ ეგრეთ წოდებულ ურეთანულ ბმას. ეხლა უშუალოდ სლაიდზე ხედავთ იმ პოლიმერს, რომელიც ჩვენს ლაბორატორიაში ჩემი ხელით არის მიღებული. ეს აბსოლუტურად ახალი პოლიმერია, რომელიც ჩემი სადისერტაციო ნაშრომის ფარგლებში მაქვს მიღებული პირველად და ამაზე სამეცნიერო ნაშრომიც არის გამოქვეყნებული ინგლისურენოვან ჟურნალში. ეს არის ეგრეთ წოდებული პოლიესტერია, ეგრეთ წოდებული ტრიაზოლური პოლიესტერია. ტრიაზოლური იმიტომ ქვია, რომ აი აქ შეიცავს ეგრეთ წოდებულ ტრიაზოლურ ციკლებს ან ტრიაზოლურ ბმებს, აი სამი აზოტის შემცველ ბმებს. ძალიან ღრმა ქიმიას არ მოგახსენებთ, ანუ არ ჩაუღრმავდები, ვიტყვი რომ აი ეს როგორც ეს
პოლიესტერი, ისევე მეორე პოლიმერი, ტრიაზოლური პოლიესტერამიდი ძალიან პერსპექტიულია ბიოსამედიცინო დარგში გამოყენებისათვის. როგორც ხედავთ, აი ფიზიკურად რო წარმოდგენა რო გქონდეთ რა არის ეს პოლიმერი. აი ეს არის ჩემი მიერ დასხმული ფირი, გავაშრე და მე ასე გამოიყურება, ანუ ელასტიური ფირი არის პრაქტიკულად. ანუ იდეაში ახლა ამისგან შეგიძლიათ ანუ სპეციალური ტექნოლოგია არსებობს, თუ როგორ დაასხა კარგად ფირი, რომ მიიღო თქვათ იგივე ცელოფანის პარკის მსგავსი ფირი. ამისგანაც შეიძლება მსგავსი რაღაცის გაკეთება. თუმცა მსგავსი პოლიმერები უფრო პერსპექტიულია ბიოსამედიცინო დანიშნულებისათვის. მეორე პოლიმერს, რომელსაც ხედავთ ასევე ჩემი მიერ დასინთეზებულს, აი დამზადებისთანავე ხო ხედავთ ფირი რო დავასხე ტეფლონის ჯამზე გაშრობისას უკვე გატყდა, ანუ უფრო მსხრევადი, უფრო ხისტი ფირია, იმიტომ რომ არცაა გასაკვირი, შეიცავს უფრო ხისტ ამიდურ ბმებს. ანუ ეხლა ალბათ წარმოდგენა შეგექნათ, რომ რაღაცა ფუნქციური ჯგუფების, აი ამიდური ბმების შეყვანით, ხო, ან თქვათ ამ ბმის ნაცვლად სხვა ქიმიური ბმის შეყვანით მოლეკულაში შეიძლება მათი ფიზიკური თვისებები ვცვალოთ, ისე რომ ჩვენ როგორიც გვინდა ისეთი რომ მივიღოთ. ანუ რეალური მეცნიერებაც ეგაა, ჩვენ უკვე უბრალოდ არ ვიღებთ ნივთიერებებს და არ ვიკვლევთ, აბა სად შეიძლება გამოვიყენოთ ეს, ან რისთვის შეიძლება გამოგვადგეს, არამედ პირიქით, ჩვენ უკვე ვიცით კონკრეტულად რა უნდა გავაკეთოთ. სლაიდზე რაღაცები გამოჩნდა და ეთყობა ვიღაცა აკეთებ და გთხოვთ, რომ გამორთოთ თქვენი ის და ასევე უფრო რეალური წარმოდგენა რო გქონდეთ ამ ახალ პოლიმერზე, რომელიც არის დასინთეზებული ჩემი მიერ, აი AVAGE სპეციალურ პროგრამაში, AVAGE მათი 3D მოდელები. 3D მოდელი რას ნიშნავს? უფრო რეალური 3D განზომილებაში როგორ გამოიყურება ამ პოლიმერის ერთ-ერთი ფრაგმენტი. აი წარმოიდგინეთ, რომ ეს არის, ანუ აქ რაც ხედავთ, ეს არის 2D განზომილებაში გაკეთებული ანუ ქაღალდზე დაწერილი მარტივად რო ვთქვათ ფორმულა, ხოლო რეალობაში უფრო ასე გამოიყურება ეს ვთქვათ, რომ წარმოიდგინოთ უფრო კარგად თუ რას ნიშნავს პოლიმერი ასეთი ფრაგმენტისგან შედგება. ერთი ეს მცირე ფრაგმენტი რო გავადიდოთ, აი შედგება თითოეული ატომისგან, როგორც ხედავთ, აი წითლად მაქვს მონიშნული მაგალითად ჟანგბადის ატომი და ასე შემდეგ. ანუ ეს სლაიდი გავაკეთე, რომ უფრო რეალური წარმოდგენა გქონდეს თუ რას ნიშნავს მსგავსი პოლიმერები. და აი აქ შეგიძლიათ დახედოთ თუ სამ განზომილებაში როგორი სტრუქტურა აქვს ასეთ პოლიმერს. მას ზოგადად რო ვთქვათ, ყველა ბიოდეგრადირებადი პოლიმერი შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ. ეს არის ბუნებრივი და სინთეზური ხელოვნური პოლიმერები. ბუნებრივია ისეთი პოლიმერები, რომლებიც მოიპოვება ბუნებაში, ცოცხალი ორგანიზმების შემადგენლობაში არის, იცით ალბათ, ხო, დნმ, ცილები, პოლისაქარიდები და ასე შემდეგ. და სინთეზური, ანუ ხელოვნური პოლიმერები, ისეთი პოლიმერებია, რომლებსაც ჩვენ მეცნიერები ვქნით ლაბორატორიაში, ხო? ეხლა ძირითადი სფეროები, სად შეიძლება გამოვიყენოთ ბიოდეგრადირებადი პოლიმერები? ძირითადი და მნიშვნელოვანი გამოყენების სფეროებია მედიცინა, ფარმაკოლოგია და ნანოტექნოლოგია, ბიოტექნოლოგია და გენური ინჟინერია და ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად სუფთა მასალების წარმოება. განვიხილოთ ეხლა ძალიან მოკლედ თითოეული სფერო. ბიოდეგრადირებადი პოლიმერები ძალიან პერსპექტიულია მედიცინაში გამოყენებისათვის. როგორც ხედავთ, აი აქ არის სლაიდზე 3 ყველაზე უფრო პოპულარული მედიცინის სფეროში ბიოდეგრადირებადი სინთეზური პოლიმერი და ამათგან, როგორც ხედავთ სლაიდიდან, შესაძლებელია ქირურგიული ძაფიდან დაწყებული, ქირურგიული იმპლანტანტებით დამთავრებული სხვადასხვა ნაკეთობების თუ მასალების გაკეთება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფარმაკოლოგია და ნანოტექნოლოგიაში პოლიმერული ბიოდეგრადირებადი პოლიმერების გამოყენება. კერძოდ კი ასეთი პოლიმერებისგან შესაძლებელია ეგრეთ წოდებული მიკრო და ნანონაწილაკების შექმნა. რა არის ეს მიკრო და ნანონაწილაკი? მარტივი სიტყვით რო ვთქვა, მარტივი ენით რო ვთქვა, ეს არის ძალიან მცირე ზომის, ან მიკროზომის, ან ნანოზომის, ხო? ნაწილაკები, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია დავტვირთოთ გარკვეული წამლით. აი აქ ხედავთ შემდეგ სლაიდზე, რომ შეიძლება ეს ნანონაწილაკი დავამზადოთ როგორც ცარიელი, ასე ვთქვათ, ნანონაწილაკი და ასევე როგორც
წამლით დატვირთული ნანონაწილაკი. თქვა, წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ძალიან მცირე ნანოზომის ნაწილაკი, რომელსაც შიგნით აქვს მოთავსებული წამლის მოლეკულები. ხოლო ასეთი ნანონაწილაკის ზედაპირის მოდიფიცირება, შეცვლა შეგვიძლია ისე, რომ იმას შესწევდეს უნარი მიიტანოს ეს ჩვენი წამალი დანიშნულების ადგილას ორგანოში. მაგალითად, თუ ღვიძლის ტკივა ადამიანს, ღვიძლში მივიტანოთ ეს წამალი, სადაც მისი, ასე ვთქვათ, ფუნქცია უნდა შეასრულოს და არა მთელს ორგანიზმში, როგორც ახლა ხდება ხოლმე ჩვეულებრივი წამლების შემთხვევაში. ერთ-ერთი ყველაზე უფრო ისეთი თვალსაჩინო მაგალითი ამისი არის ნანონაწილაკების გამოყენება ოფთალმოლოგიაში. რატომ მოვიყვანე ზუსტად ეს მაგალითი? იმიტომ რომ ჩვენი ლაბორატორია, ჩვენი სამეცნიერო ჯგუფი ზუსტად მუშაობთ ამ პროექტზე და საკმაოდ დიდი მიღწევები გვაქვს ამ კუთხით. ჩვენ მუშაობთ ეგრეთ წოდებულ ნანოსუსპენზიებზე, ვიღებთ ნანონაწილაკების სუსპენზიას, ანუ მარტივი სიტყვით რო ვთქვა, წყალში წარმოიდგინეთ შეტივტივებული მცირე ზომის ნანონაწილაკები, რომელშიც იქნება შიგნით წამლები, თვალის სამკურნალო წამალი დატვირთული. და ეხლა დღესდღეობით სამწუხაროდ თვალის სამკურნალო პრეპარატებს შეყვანა ხდება მხოლოდ ნემსით და წარმოგიდგენიათ თვალში ნემსის გაკეთება ძალიან მტკივნეული პროცედურაა, რომელსაც უამრავი, როგორც სლაიდზე ჩანს, გვერდითი მოვლენები ახლავს თან. და ამის მშვენიერი, ასე ვიტყვი, სხვა სიტყვა არ უხდება, ალბათ ალტერნატივა იქნებოდა თვალის წვეთების შექმნა. ეს იქნებოდა ნანოსუსპენზია, რომლის ჩაწვეთების შედეგად ეს ნანონაწილაკი ჩვენს წამალს შეიტანდა, მარტივად რო ვთქვა, თვალში, ხო, მიაწვდიდა ამ წამალს თვალში. ანუ ეს არის ერთ-ერთი პერსპექტივა, სადაც შეიძლება გამოვიყენოთ ეს ბიოდეგრადირებადი პოლიმერები. ამ სლაიდზე თქვენ ხედავთ, რომ ბიოდეგრადირებადი პოლიმერისგან შეიძლება დამზადდეს ხსნარი, სპრეის სახით შეიძლება ეს ხსნარი გამოვიყენოთ და ისეთი რთული დამწროების შემთხვევაში, როგორიცაც ხედავთ მაგალითად სლაიდზე, სადაც მაგალითად ვერ მიუდგები, ანუ ფირს ვერ დაადებ, ხო? ამ შემთხვევაში სპრეის დავასხამ და ანუ წარმოიქმნება ძალიან თვალით უხილავი პლიონკა, ასე ვთქვათ, ფირი, რომელიც რეგენერაციას ხელს შეუწყობს, ანუ ქსოვილების, მარტივი სიტყვით რო ვთქვათ, ხელს შეუწყობს კანის შეხორცებას და ეს არის რეალური ფოტოები ამ ბიოდეგრადირებადი ანუ პოლიესტერამიდების საფუძველზე სპრეის შედეგად განკურნებული პაციენტების ფოტოებია. ერთ-ერთი ყველაზე უფრო პერსპექტიული სფერო გამოყენების ამ ბიოდეგრადირებადი პოლიმერების არის აგრეთვე ბიოტექნოლოგია და გენური ინჟინერია. კატიონური პოლიმერები, კატიონური ნიშნავს დადებითად დამუხტული, ხო, დადებითად დამუხტულ კატიონურ პოლიმერებს შევსწევთ უნარი დაკომპლექსნენ, ანუ შეუერთდნენ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას, DNM-ს, ხო? და გადაიტანონ ეს DNM-ი და მიიტანონ უჯრედის შიგნით. მარტივი ენაზე ვიტყვი, რომ მიიტანონ ბირთვამდე. ანუ ეს გადაჭრის კოლოსალურ პრობლემას თანამედროვე ბიოტექნოლოგია და გენურ ინჟინერიაში გენის, ანუ DNM-ის ტრანსფექციის შესაძლებლობას იძლევა. ტრანსფექციის, ანუ გენის გადატანის, გადანერგვის, როგორც გინდათ, ხო? ამის შესაძლებლობას შეიძლება იძლეოდეს. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი, თუ სად შეიძლება გამოვიყენოთ დადებითად დამუხტული პოლიმერები. სხვათა შორის ეს პოლიმერიც არის ჩემი მიერ მიღებული გერმანიაში, ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში არის ეს ნაშრომი, ეს სამუშაო ჩემი მიერ გაკეთებული და შექმნილი არის ასეთი მარტივად ეს არის რთული სტრუქტურა, რეალური ქიმიური სტრუქტურა. ხოლო აქ არის გამარტივებული სტრუქტურა, თქვენ ხედავთ, რომ სლაიდზე ასეთ კატიონურ პოლიმერს შესწევს უნარი მიუერთდეს ბაქტერიის მემბრანას, იმიტომ რომ მემბრანა არის უარყოფითად დამუხტული და ეს დადებითად არის დამუხტული და მარტივად რო ვთქვათ, დაანგრიოს ერთობლიობა ამ მემბრანის, ანუ რაც იწვევს ბაქტერიის ლიზის. და ბოლოს ყველაზე უფრო
მწვავე და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სფერო ბიოდეგრადირებადი პოლიმერების გამოყენების არის ეკოლოგიურად სუფთა უვნებელი მასალების წარმოება. ჩვეულებრივი პოლიეთილენის პარკის დაშლა სჭირდება 1000 წელი დაახლოებით, წარმოგიდგენიათ? და არც არის ალბათ ახლა გასაკვირი თქვენთვის თუ რატომ არის ასეთი გლობალური პრობლემა მსოფლიოში, ანუ პლასტმასები, პლასტიკატებით გარემოს დაბინძურების. ჩვეულებრივი პლასმასის ბოთლის დაშლა სჭირდება ლამის 500 წელი, ხოლო კარგი ალტერნატივა იქნება ბიოდეგრადირებადი პოლიმერების გამოყენება, რომლებიც ყოველ შემთხვევაში თვეების განმავლობაში დაიშლება. რეალობაში ყველა ეს მასალა, რასაც ხედავთ, ყველა ეს ნაკეთობა, ნივთი, რასაც ხედავთ, შეიძლება გაკეთდეს ბიოდეგრადირებადი პოლიმერებისგან, რაც ძალიან მარტივად გადაჭრიდა გლობალურ მსოფლიოს ეკოლოგიურ პრობლემას. მას შევაჯამებ ჩვენს ლექციას. ბიოდეგრადირებადი პოლიმერების გამოყენების ძირითადი სფეროებია მედიცინა, ფარმაკოლოგია და ნანოტექნოლოგია, ბიოტექნოლოგია და გენური ინჟინერია და ეკოლოგიურად სუფთა მასალების წარმოება. და ბოლოს გაჩვენებთ რეალურად, ანუ პოლიმერის სინთეზი ძალიან რთული პროცესია, არაერთი დღე უნდა რომ ერთი პოლიმერი მიიღოს სუფთა სახით, ამიტომ ყველაფრის ჩვენება შეუძლებელია ასეთ მოკლე დროში. მაგრამ გაჩვენებთ ერთ-ერთ ეტაპს, თუ როგორ ხდება პოლიმერის უკვე მიღებული და სინთეზებული პოლიმერის გამოლეკვა. ხელში მაქვს ახლა ჩემი მიერ დასინთეზებული პოლიმერის ხსნარი რეაქციის შემდეგ და გამოვლექავ, ანუ ვასხამ ამას გამოხდილ წყალში, ეს არის სუფთა წყალი, რომელშიც პოლიმერი არ იხსნება და როგორც ხედავთ, დაინახავთ ახლა ძაფისეულად გამოვარდება ეს ჩვენი პოლიმერი თავისი ხსნარიდან. ხედავთ ალბათ როგორ ძაფისმაგვარ სტრუქტურას წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი მიერ მიღებული პოლიმერი არის კარგი, მაღალმოლეკულური და სავარაუდოდ ექნება კარგი თვისებები. იმიტომ რომ ნებისმიერი დაბალმოლეკულური ნივთიერება რო გახსნათ, ხო, ნივთიერების ხსნარი რო ჩასრა წყალში, ასეც ვერ მიიღებთ. ამას შვება მხოლოდ პოლიმერი. და როგორც ხედავთ, მივიღე წლაწია, ასე ვთქვათ, მასალა, რომელიც წელვადია, ახლა ვენახავთ, მაგრამ ეს არის ჯერჯერობით მედლი მასალა, რომელსაც ძალიან კარგი გასუფთავება სჭირდება. ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი ეტაპი ამ პოლიმერის მიღების. და ნუ მასალა არის წლაწია, ახლა ნახავთ როგორი იწელება. გასუფთავების შედეგად ფერიც მოშორდება და მივიღებთ სასურველ მასალას, რომლისგან შეიძლება ფირები დამზადდეს, ან დამზადდეს ნანონაწილაკები და ასე შემდეგ, ანუ ასე ვთქვათ, საღეჭი რეზინის მსგავსი მასალა, სხვადასხვა მოსწავლეებმა რომ იცოდეთ, საღეჭი რეზინაც იგივე პოლიმერია და სხვა არაფერი. ანუ იგივე რას ნიშნავს, ანუ ეს პოლიმერი არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ პოლიმერი არის ბიოდეგრადირებადი ისიც. მას ეს იყო რისი თქმაც მინდოდა, დიდი მადლობა ყურადღებისთვის და იმედი მაქვს ახლა რაღაც წარმოდგენა გააქვთ უკვე ბიოდეგრადირებად პოლიმერებზე და მათ გამოყენების ძირითად სფეროებზე.